Გამოჩნდა ახალი დეტალები დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ გუშინ თეთრ სახლში. და თუ ეს ყველაფერი განხორციელდება, უკრაინას ნამდვილად შეუძლია ომიდან გამარჯვებული პოზიციებით გამოვიდეს. ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, როგორც წინა გამოშვებაში ვთქვი, მაინც ჩაატარა პროცედურული კენჭისყრა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტზე. ნიშნულოვანია ის, რომ კენჭისყრა გაიმართა სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვის დღეს. ამ დოკუმენტის თანაავტორის. და პირდაპირ მას შემდეგ, რაც სენატორებმა დახურული შეხვედრა გამართეს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან, რომელიც წინა დღეს ჩამოვიდა აშშ-ში. იმავე დღეს ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემებთან მიცემულ ინტერვიუების სერიაში ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე რამდენიმე განცხადება გააკეთა. რუსეთის გეგმებზე და ამ მიწაზე პატრიოტის გადამჭერი რაკეტების სასწრაფო მიწოდების მოთხოვნაზე. ტრამპი დაპირდა, რომ უკრაინას მიაწვდის შეიარაღების პაკეტს, რათა ზამთარში თავის დაცვა შეძლოს. ასევე მთლიანობაში ცლის უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგიას. მოკლედ, მოდით ამ გამოშვებაში განვიხილოთ ზელენსკის ვიზიტის ახალი დეტალები ვაშინგტონში და რა დაპირდნენ მას თეთრ სახლში. თემის სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გაუნწერის ნიშნულამდე. ამიტომ მადლიერი ვიქნები. მადლიერი ვარ თითოეული თქვენი გაუნწერისთვის. როგორც იცით, გუშინ დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ ზელენსკიმ პირადი შეხვედრა გამართეს. ეს უკვე მეორე იყო ამ თვეში, რის შემდეგაც ზელენსკი სენატორებს შეხვდა. აქ რომ შორს არ დავიდე, მაშინვე აღნიშნა დაუგრდი როგორ დაითვეს რუსებმა წერა იმაზე, რომ ნახეთ, ზელენსკი თეთრ სახლში უკანა შესავლით შეუშვეს. იმიტომ რომ თითქოს თეთრ სახლში ზელენსკის მიმართ ესეთი დამოკიდებულება. მინდა პირდაპირ თქვა, თქვენი პლუშის საცოდაობა ვლადიმერ პუტინი ვაშინგტონშიც კი არ შეუშვებენ. თეთრ სახლში ხომ მithumedes. ამ ნაგავს საერთოდ არ უშვებენ ცივილიზებულ სამყაროში. მასთან ტელეფონითაც კი ტრამპი არ ლაპარაკობს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს 8 ივლისს აპირებდა. ამიტომ ცოტა პირევი დახურეთ აი ეს. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, როცა რუსი ინტერნეტში შედის, ამერიკულ YouTube-ში მან დაიბანოს, თმა დაივარცხნოს, გააცნობიეროს, რომ ის უკვე თავის ფარაში აღარ არის. ის გამოვიდა ცივილიზებულ სამყაროში და უნდა მოიქცეს შესაბამისად. არა ისე, როგორც თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. არა ასე. უნდა მოიქცე ადეკვატურად, თორემ უბრალოდ ნაგავი ხარ, რომელსაც რას აკეთებენ. კრიან. გავაგრძელოთ. დავითხოვთ სანქციების კანონპროექტით, რადგან ეს არის დღის ყველაზე კონკრეტული შედეგი. დოკუმენტი, რომელზეც 2 წელზე მეტი მუშაობდა გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი, საზოგადოებრივ სივრცეში მიიღო სახელწოდება ჯოჯოხეთური სანქციები. ეს ტერმინი თავად ლინდსი გრემმა შემოიტანა. ეს კანონი აშშ-ის პრეზიდენტს აძლევს უფლებას დააწესოს მიზნობრივი იმპორტის გადასახადები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ყიდულობენ რუსეთის ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვან მოცულობებს, ან ეხმარებიან კრემლს ენერგეტიკული სანქციების გვერდისავლით. ამასთან ტრამპს შეუძლია დააწესოს გადასახადები 100%-მდე, მათ შორის რუსეთის ნავთობის 5 უმსხვილესი იმპორტიორის წინააღმდეგაც, მათ შორის ინდია და ჩინეთი. დოკუმენტი ასევე ანიჭებს ტრამპს უფლებამოსილებას საკუთარი შეხედულებისამებრ გააუქმოს ეს გადასახადები. თუმცა ჩინეთთან დაკავშირებით არის ნიუანსი. ტრამპს შეუძლია საერთოდ არ დააწესოს მასზე ეს გადასახადები. როგორც ამბობენ, რომ არ იჩხუბონ, თუნდაც ჩინეთი რუსებს ეხმარებოდეს. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 29 ივლისს სენატში ჩატარებული კენჭისყრა პროცედურული იყო. ანუ ეს ხსნის გზას კანონპროექტის განხილვისთვის სენატის ხდომათა დარბაზში. და ყველა წერილობითი შესწორების განხილვისთვის. ან დოკუმენტს წინ კიდევ საბოლოო კენჭისყრა ელოდება. შემდეგ წარმომადგენელთა პალატის განხილვა და აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერა. ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაჟინებით მოითხოვა მასში ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების ჩართვა, რაც გაკეთდა კიდეც. საერთოდ ეხლა ყველა შანსი არსებობს, რომ კანონი საბოლოოდ მიიღონ. და აი მომენტის სიმბოლიზმი, როგორც განაცხადა ზელენსკიმ, ციტატა, იმაშია, რომ სწორედ დღეს, სენატორ ლინდსი გრემთან გაუმშვიდობების დღეს, სენატში გაიმართა პროცედურული კენჭისყრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტზე. რომელზეც მან ასე დიდ ხანს და ბევრს იმუშავა. დიდი პატივი იყო კენჭისყრის შედეგების დათვლის პროცესს დავესწრო. 86-მა სენატორმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს. ეს არის პირველი ნაბიჯი ლინდსი გრეჰემის გეგმების განხორციელებისკენ და ნამდვილად ნაბიჯი მშვიდობისკენ. სენატორებმა ზელენსკი სენატის გალერეიდან კენჭისყრის ნაწილის დასაგვირებლად მიიწვიეს. ამის შემდეგ მან ტაში დაუკრა და მადლობა თქვა. სენატორებმა კი მას პასუხად დაუკრეს ტაში. საერთოდ ეს სწორედ როგორც საჩვენებელი ჟესტი იყო ჩაფიქრებული.
მაგრამ იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ვლადიმირ ზელენსკის ვიზიტისა აშშ-ში, რომელიც ხათაშორის ეხლა უკვე პოლონეთშია. ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ ინტერვიუ მისცა გამოცემა Axios-სა და ტელეკომპანია Fox News, სადაც მან დეტალები გაამხილა. დავიწყოთ ფრონტზე არსებული მდგომარეობის შეფასებით. ზელენსკის თქმით, ახლა ინიციატივა ნამდვილად არ არის ვლადიმირ პუტინის ხელში. მან ეს დაასაბუთა რუსეთის არმიის დანაკარგებით. ციტატა. ეხლა პუტინი თვეში 30,000 თავის ჯარისკაცს კარგავს. ეს დიდი დანაკარგები, მაგრამ მას არ უნდა ამ ომის შეჩერება. ამიტომ ეხლა ინიციატივა პუტინის ხელში არ არის. ამასთან ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინიციატივის დაკარგვის მიუხედავად პუტინი უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტაზე. უკვე გამოცემა Axios-თან ინტერვიუში ზელენსკიმ უფრო ვრცლად გაანალიზა რუსეთის მხარის განზრახვები. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი მიემართება შემდგომი ესკალაციისკენ და შესაძლოა სცადოს რეგიონის სხვა ქვეყნების პროვოცირებაც. რათა მიიღოს უფრო მარტივი გამარჯვება, რომელიც შეიძლება მიხიდოს თავის გაურეცხავ და გაველურებულ აუდიტორიას, თითქოს თუ უკრაინაში არ გამოსდის, რატომ არ უნდა დაიკავოს მეზობელი ქვეყნის რომელიმე ნაწილი, თუნდაც ნატოს წევრი ქვეყნისა. ეს სწრაფად გამარჯვება წარმოაჩინოს. ამ გაურეცხავ რუსებს ომზე წააქეზოს. და მერე შეიძლება უკან დაიხიონ. თითქოს უკან დაიხიონ და თქვენ, ოი, ცოტა შეცდომა მოხდა. თავარი ისაა, რომ რუსული საზოგადოება ისევ სისხლის სმელად მზად იყოს ომისთვის. ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ იღებს იარაღს ირანიდან და აშენებს ინფრასტრუქტურას, რათა მიიღოს 30,000 დამატებითი სამხედრო ჩრდილოეთ კორეიდან, რომლებსაც შემდეგ უკრაინაში საბრძოლოდ გაგზავნიან. მან ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებსა და სხვა შეიარაღებას აწვდის. გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ნაკლებად შესამჩნევ ნაბიჯებს დგამს, რათა შესაძლო მობილიზაციისთვის კიდევ 500,000 სამხედრო მოსამსახურე მოამზადოს. რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს, ზელენსკის მიერ აღწერილი სურათი საკმაოდ არაერთგვაროვანი. მისი თქმით, დონალდ ტრამპის წარგზავნილები, ჯარედ კუშნერი და სტივენ ვიტკოვი, კვლავაც კონტაქტზე არიან რუს და უკრაინელ მოლაპარაკებლებთან. მაგრამ უმეტეს დროს მაინც ირანს უთმობენ. ტრამპთან შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი გახდა კუშნერისა და ვიტკოვის სავარაუდო ვიზიტი კიევში მომდევნო ორ კვირაში. ეს იქნება მათი პირველი მოგზაურობა უკრაინაში მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე ეწვინენ რუსეთს. და აი ზელენსკიმ თქვა, რომ სურს დეტალურად განიხილოს მათთან მშვიდობის მოლაპარაკების განახლების იდეები და უნდა რომ მათ საკუთარი თვალით ნახონ სიტუაცია უკრაინაში. როგორც ჩანს, ეს მაგარია, რა თქმა უნდა. როგორც JJ Vance ამბობდა, მე Instagram-ის სტორებსა და Reels-ებში ვხედავ რა ხდება უკრაინაში. მაგრამ ყველაზე კარგია, როცა საკუთარი თვალით ნახავ, როგორ ანადგურებენ რუსული რაკეტების საავადმყოფოებს, სკოლებს, ანადგურებენ საცხოვრებელ სახლებს, კლავენ ბავშვებს უკრაინაში, კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებენ ელექტროსადგურებს, ესვრიან მაღაზიებს, სასურსათო საწყობებს და ასე შემდეგ. ეს უნდა ნახოს საკუთარი თვალით, რომ გაიგო რა ველურ მხეცებთან აქვთ საქმე უკრაინელებს. და აი ზელენსკის თქმით, კუშნერი და ვიტკოვი კვლავ ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტას. დიპლომატიისთვის სივრცის შესაქმნელად, მაგრამ თავად ზელენსკი სკეპტიკურადაა განწყობილი. მას არ სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინი დათანხმდება საბრძოლო მოქმედებებში პაუზას. ამ სკეპტიციზმისა და ბრძოლის ველზე არსებული მიმდინარე დინამიკის მიუხედავად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაინტერესებულია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაში. ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესზე დასმულ კითხვაზე ზელენსკიმ თავშეკავებული პასუხი გასცა, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ რეალურ წინსვლაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. რადგან აშშ-ის ადმინისტრაციის ძირითადი ყურადღება ირანზეა კონცენტრირებული, აი ზელენსკის ვიზიტის აშშ-ში მთავარი პრაქტიკული საკითხი ეს არის პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ჩაუნგები რაკეტების მიწოდება. როგორც თავად ზელენსკიმ განაცხადა, მან ტრამპს მიმართა თხოვნით სასწრაფოდ მიეწოდებინათ უკრაინისთვის ეგრეთ წოდებული ზამთრის რაკეტების პაკეტი პატრიოტისთვის, რომლითაც შეძლებენ რუსეთის თავდასხმების მოგერიებას ენერგეტიკულ ობიექტებზე. მისი თქმით, ზამთრამდე უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს 300 ბალისტიკური რაკეტების ჩამომგდებ რაკეტას. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ სამშაბათ შეხვედრის დროს ტრამპმა დათანხმდა დააჩქაროს ესეთი ჩაუნგები რაკეტების წარმოების ლიცენზიების გაცემის პროცესი. პატრიოტისთვის. მაგრამ ამასთან ერთად დააზუსტა, რომ თუნდაც წარმოების დასაწყებად ლიცენზიის მიღების შემთხვევაში დიდი რაოდენობით ჩამომგები რაკეტების დაიჭირდება 1 წლიდან 5 წლამდე.
ზელენსკისკენ ასეთი ვადები მიუღებელი. რადგან ანტიბალისტიკური რაკეტები უკრაინას, როგორც მან აღნიშნა, უკვე გუშინ სჭირდებოდა. მან აღნიშნა, რომ ტრამპმა დაჰფირდა დახმარების მცდელობას, მაგრამ პირდაპირ მიანიშნა, რომ ეს რთულია, რადგან თავად აშშ-ს ეს გადამჭერი რაკეტები სჭირდება ირანთან ომის ფონზე. აი ესე. თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ პირადად შეხვდა ამერიკის წარმომადგენლებს, ამერიკული თავდაცვითი კომპანიების Lockheed Martin-ის და Raytheon-ის, რომლებიც აწარმოებენ სწორედ იმ გადამჭერ რაკეტებს. თუმცა უკვე გაჩნდა ინფორმაციის გაჟონვა, რომ თავად კომპანიები ტექნოლოგიების გადაცემაზე უხალისოდ მიდიან. ისინი ჯერ ცდილობენ თავი დაიზღვიან, მიიღონ გარკვეული გარანტიები ტრამპისგან და ასე შემდეგ. მაგრამ ამ თხოვნის კონტექსტი ზელენსკის მხრიდან ტრამპისადმი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მონაცემებით 6 ივლისის ღამეს მასირებული აქტიური შეტევის დროს სამწუხაროდ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვერ შეძლეს ვერც ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება. ეს მოხდა საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო. პატრიოტისთვის. თითქოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს უბრალოდ თვალყურის დევნება მოუწიათ, როგორ უტერდნენ რუსეთის რაკეტები უკრაინას. სხვათა შორის აქ ცალკე სიუჟეტი წამოიჭრა. ეს არის უკრაინის ურთიერთობა ისრაელთან ირანის თემის კონტექსტში. თუმცა პირდაპირ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კონკრეტულად განიხილებოდა შეხვედრაზე ტრამპთან ამ საკითხთან დაკავშირებით, ღია ცხაროებში ინფორმაცია არ არის. მაგრამ ინტერნეტში ჩვენ ეს გუშინ განვიხილეთ ეს ჩემს Telegram არხზეა. უკვე ვრცელდება ვიდეო, სადაც ზელენსკი და ნეთანიაჰუ რაღაცას ესე ემოციურად განიხილავდნენ სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვაზე. აი ფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში აქ კიდევ გამოჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ისრაელისა და უკრაინის დაახლოება ამ საკითხზე. რაც შეეხება ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენების ზოგად შეფასებას, აი მაგალითად, გამოცემა Financial Times-მა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაახასიათა, ციტატა: ტრამპის პოზიციის მკვეთრი შემოbrunება უკრაინის მიმართ. Financial Times-ის ინფორმაციით უკრაინის პრეზიდენტის უახლოესმა მრჩევლებმა გამოცემას უთხრეს, რომ ზელენსკი ყოველთვის თვლიდა ტრამპთან პირად კომუნიკაციას მის დასარწმუნებლად ყველაზე ეფექტურ გზად. და ეს შეხვედრას გამონაკლისი არ ყოფილა. თითქოს ტრამპი ახლა მაქსიმალურად კეთილგანწყობილია უკრაინის მიმართ. რადგან მან მოусმინა თავისი მრჩევლების რჩევას და ჯერჯერობით არ ესაუბროს დაუბანავ რუსებს, კერძოდ ვლადიმერ პუტინს. თითქოს არ არის საჭირო ამ ველური რუსების გავლენა. ჯერჯერობით საერთოდაც არ იურთიერთო მათთან. აი სცადე გაარკვიო, რა ხდება სინამდვილეში და მერე დავუკავშირდები ტელეფონით მელო დიქტატორ პუტინს. მაგრამ თუ სანქციებზე დაუბრუნდებით, აშკარაა, რომ უკრაინისთვის სანქციების კანონპროექტის მიღება, სულ მცირე პირველი პროცედურული მოსმენა, რეალური, თუმცა შუალედური შედეგია. საბოლოო ზალას შესვლამდე დარჩენილია სენატში საბოლოო კენჭისყრა. განხილვა წარმომადგენელთა პალატაში და პრეზიდენტის ხელმოწერა. ანუ პროცესი დასრულებამდე ჯერ კიდევ შორსაა. დონალდ ტრამპის დაპირება დააჩქაროს პატრიოტის რაკეტების წარმოების ლიცენზირების პროცესი ამ ეტაპზე კვლავაც მხოლოდ პოლიტიკური განზრახვა და არა რაკეტების პირდაპირ მიწოდებას ეხება. ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები მასობრივი წარმოების დაწყების ვადებზე 1-დან 5 წლამდე აჩვენებს, რომ ეს პრობლემა, ანუ ჩამჭერი რაკეტების დეფიციტი, დაუყოვნებლივ არ მოგვარდება. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რუსეთის ნის ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ სანქციების მიღება ერთი მხრივ დამატებით ზეწოლის ბერკეტს ქმნის მოსკოვზე, მაგრამ ამავე დროს ინდოეთთან და ჩინეთთან ურთიერთობებში რეპუტაციულ და სავაჭრო დანახარჯებს იწვევს. რადგან სწორედ ეს ქვეყნებია დასახელებული ამ სანქციების შესახებ კანონპროექტის სამიზნეებად. რუსეთისთვის თავად ის ფაქტი, რომ სანქციებს სენატში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ხმათა სხვაობა 86 მომხრე და 12 წინააღმდეგია, სიგნალია იმის შესახებ, რომ აშშ-ში კვლავ არსებობს კონსენსუსი მოსკოვზე ზეწოლის შემსუბუქების წინააღმდეგ. რაც სხვათა შორის კრემლის მოლდინის სტრატეგიის წინააღმდეგ მუშაობს. რაზეც ადრე მიუთითა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა. მან თქვა, რომ დავიცადოთ. ისინი აშკარად აჭიანურებდნენ დროს და ეხლა ეს უკვე მათ წინააღმდეგ იწყებს მუშაობას. ანუ თუნდაც პროცედურული კენჭისყრა არის სიგნალი იმისა, რომ ვაშინგტონში იწყებენ იმის გააზრებას, რომ ასეა. ჩვენ ვცდილობდით ზეწოლას უკრაინაზე. რომ რუსეთს თუნდაც გარკვეული დათმობები მიეცათ, ეს არ იმუშავა. იმიტომ რომ რუსეთი თავხედია, რუსეთი ნაგლი არსება. ის კიდევ უფრო შორს მიდის და უკვე სუპერ გარიგებას დაპირდნენ, მაგრამ მაინც უარს ამბობს. მაშ რა?
ვიხსენებთ წინასაარჩევნო კამპანიას და ტრამპის პრეზიდენტობის დასაწყისს. მარკო რუბიო მაშინ აცხადებდა, რომ მარკო რუბიო და სამხედრო მრჩევლები ამბობდნენ, რომ ორი მიდგომა არსებობს. აი ჩვენ ზეწოლას მოვახდენთ უკრაინაზე და დავაკვირდებით, რას გააკეთებს რუსეთი. თუ რუსეთი მაინც არ დაეთანხმება, მაშინ გადავდივართ ზეწოლაზე მოსკოვზე. რაც შეეხება შემდგომ სცენარებს, ვფიქრობ, ჩვენ სამ შესაძლო მიმართულებით უმოძრაობთ. პირველი. სანქციური კანონპროექტი გადის დარჩენილ პროცედურულ ეტაპებს და ძალაში შედის რეალური ზეწოლით რუსეთის ნავთობის მყიდველებზე. რაც ზოგიერთი ამერიკელი სენატორის აზრით შეიძლება რეალურად უბიძგოს პუტინს მოლაპარაკებებისკენ. უფრო ზუსტად რო ვთქვათ, მოლაპარაკებებისკენ მას უბიძგებენ უკვე არამხოლოდ სანქციები, არამედ მისი პარტნიორებიც. მეორე. პროცესი ჭიანურდება. წარმომადგენელთა პალატის ეტაპზე ან იმის გამო, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყენებს უფლებას საკუთარი შეხედულებით გააუქმოს ტარიფები და ეფექტი ძალიან შეზღუდული აღმოჩნდება. მესამე. რაც შეეხება პატრიოტს. რეალური მიწოდება ჩამჭრელი რაკეტების რჩება აშშ-ს ამავე შეიარაღებაზე ერთდროული მოთხოვნის მძევლად ირანთან ომისთვის. და დაპირებული ზამთრის პაკეტი შეიძლება სამწუხაროდ არ განხორციელდეს მითითებულ ვადაში, თუმცა გამოსავლის პოვნა შესაძლებელია. აი ეს ჩამჭრელი რაკეტები ევროპელებსაც აქვთ სათხობებში. შედეგი. 29 ივლისს აშშ-ს სენატმა პროცედურულ კენჭისხრაში მხარი დაუჭირა კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ჯოჯოხეთური სანქციების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ტარიფებს 100%-მდე რუსეთის ენერგომატარებლების უმსხვილესი მყიდველებისთვის. ვლადიმირ ზელენსკი, რომელიც იმავე დღეს ვაშინგტონში იმყოფებოდა, ამას მშვიდობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად მოიხსენია და ამავე დროს განაცხადა, რომ ომში ინიციატივა უკვე ვლადიმირ პუტინის ხელში აღარ არის. მაგრამ რუსეთი ამზადებს ახალ მობილიზაციას და იღებს მხარდაჭერას ირანისა და ჩრდილოეთ კორეისგან. მან ასევე მიმართა დონალდ ტრამპს, თხოვნით გადაუდებელი ზამთრის პაკეტი 300 ანტისარაკეტო რაკეტით მიეწოდებინ პატრიოტი და მიიღო დაპირება, რომ მათი წარმოების ლიცენზირება დაჩქარდება ერთი პირობით, რომ მასობრივი წარმოების რეალური დაწყება წლები დასჭირდება. ამ ყველაფერს Financial Times-მა დონალდ ტრამპის უკრაინისკენ მკვეთრი შემოbrunება უწოდა. ამასთან არც ერთი განხილული მექანიზმი, ანუ არც ერთი, არც პატრიოტის წარმოების ლიცენზია ჯერჯერობით არ მოუტანია დაუყოვნებელი ცვლილება, ასე ვთქვათ, ფრონტზე არსებულ მატერიალურ მდგომარეობაში. ეს არის გადაწყვეტილებები გადავადებული ეფექტით, რომლის განხორციელებაც დამოკიდებულია კონგრესში შემდგომ პროცედურულ ეტაპებზე და ამერიკული თავდაცვითი კომპანიების წარმოების ვადებზე. თუმცა ეს მაინც წინსვლა და ვფიქრობ, ამაზე კამათი საერთოდ შეუძლებელია. აქ მრავალდერთილ ზავშავ თქვენი აზრი და თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.